როგორც თავადაზნაურობის წინამძღოლმა გენეტიკური კვლევა პირველმა მეგავიარე და ანალიზები მოვიდა ამერიკიდან და ჩემი წინაპრები საქართველოში 14600 წლის წინ ცხოვრობდნენ. 14600 წლის წინ. Hey, მოგესალმები ახალ ვიდეოში. ვიცი ისევ ერთ კვირა არ გადამიღია. შაბათ-კვირა იმედია კარგად ატარებთ დროს. თქვენი მეგობრებიც კარგად გაატარებენ შაბათ-კვირას თუ გაუზიარებთ ამ ვიდეოს. Wow, Flash! სელაუთობის ახალ ფაზაზე გადახვედი? არა, ჩემი სელაუთობა არაფერ შუაშია. უბრალოდ YouTube-ის ალგორითმია ისეთი, რომ ყოველდღიურად თუ არ და ზოგ-ზოგიერთისავით ვიდეო, უბრალოდ ვერსად ვერ წახვალ, ვერ გაიქაჩები ესე ვთქვათ. ალგორითმია ეგეთი. ჩემი ბრალი არაა. ჩემი ბრალია, იმიტომ რომ ხშირად ვიდეოს ვერ წერ, მაგრამ არა უშავს, ამ ვიდეოსის ძალიან ბევრი თემა დამიგროვდა, ასე რომ შევუდგეთ საქმეს. დღეს გვინდა ერთი სიუჟეტი არქივიდან გაჩვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრეა გადაღებული, თემა აქტუალურობას მაინც არ კარგავს. მოკლედ ვიდეო არის იმაზე, რომ ერთი არის განათლებული ყმაწვილი და მეორე good boy. და რეპორტაჟში მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, განათლებას და აზროვნებას გვაჩვენებენ რა. სერიოზულად? არა. ლევან ტაბიძე სწავლობს, ეწევა სიგარეტს, უსმენს რეპს. ვაუ, მოიცა რაო? რას უსმენსო? მისმა თვალებმა დამატყევეს და აღარ მოусმინა. ეწევა ჯანდაბა. Flash მოიკრიფე გონება, ვიდეოს წინ უნდა ნებდები. ხო, მოკლედ რას ამბობდა? ლევან ტაბიძე სწავლობს, ეწევა სიგარეტს, უსმენს რეპს. უსმენს რეპსო? რაო? შაბათი შოუ შუტყა გავაძრე. Fucking gay. ძალიან მაინტერესებს მაშინ რას უსმენდა. შეყვარებული არ მყავს სანამ ეძებდო მე უკვე სხვა მყავს ძალიან ცუდია. Yo, Lexeni. Talotkineli reperები. ლოქინელი რეპერები Aha. დავიდა ერთად Lexeni. სენი ლოქინელი რეპერები და ლექსენი ჩვენის მალექსენი მოგიყვებით რომ ქვეყანა ჭირ სერიალების დიდისენი მექსიკური და ინდური თურქული ბრაზილიური სულ მალე გაიჩიტება ახალი ზელანდიური დაფასია იჩა სავაში გამაგები მეტრა მოხდო თამაში ეს ის არ არის რაც შეგონია შეწყვიტეთ. ეს რა იყო? სანამ ვიდეო კონცერტად The fuck? ამ წამს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ლექსენის სიმღერა წლევანდელია. სანამ ვიდეო კონცერტად გადააუხციეთ, მოდი გავაგრძელოთ თავდაპირველი ვიდეოს ყურება. სად გავჩერდით? კაი ხო გვეყო? დავით ალადაშვილი სწავლობს 171 საშუალო სკოლაში. ფრიადოსანი უგრავს როიალზე, უყვარს კითხვა, უსმენს კლასიკას. Hey, that's pretty good. ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან. და ლადნა. თბილისში ძირითადად ორი ტიპაში გამოიკვეთება. ამ ადამიანების დახმარებით ჩვენ შევეცდებით დაგანახოთ განსხვავება ორ თბილისელ თინეიჯერს შორის. რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს? ჩემთვის წელი დღე თავისუფალი. You're a fucking idiot. მოკლედ მეტი ისეთი მომენტი რეპორტაჟში არაფერი არა, უბრალოდ უსვან სისულელე შეკითხვებს, რასაც ნორმალურ ადამიანს დაუსვავდი, მაგალითად მინდა შენთვის მეგობარი $100 კონც რას გააკეთებ და ეგეთი სიროვა მოკლედ და უკვე იცით რასაც უპასუხობდნენ. ერთ მონაკვეთსაც უყუროთ და გადავდეთ შემდეგ ვიდეოზე. დაახასიათე საკუთარი თავის სამი სიტყვით. ჩემი ცხოვრება და ჩემი თავის სამი სიტყვით არ ხასიათდება. იმდენი ხიფათია გადამხდარი, რამდენი რამე აქ სამი სიტყვით. სამივე 4 შეიძლება 4 კი? 3 ვერა.
ბალეთ რა ხდება კომედი შოუს ხუმრობები საიდან მოდის ჩემთან გონი კვდები Yes კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემასა და სტუდიის ნომრებს. ამართლებთ თუ არა სკოლებში მანდატურების ყოფნას. მორიგი მაყურებელია ეთერში საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. ალო. მოგესალმებით. რომელი? შემდეგ ვიდეოს ქვია ერთხელ ვარკეთილში. არ ვიცი იცით თუ არა, უმეტესობა უნდა იცოდეთ წესით. როგორც მივხვდით, მოქმედება ვითარდება ჰოლივუდში, კერძოდ ვარკეთილის ტერიტორიაზე. აუ კვენა რა საქმე დავატრიალეთ აუ ხო თან რა მაყუთი ავიგდეთ თან ეხა უეჭველი ნოდარას მარხავ და ლუკას ადა ხო არის აი კაკრას ეხა მოდის ბიჭო აკრა პონჩი უნდა მოვიდეს ბიჭო რავი მაგან დამირეკა და აქ ვიქნებია აი მაშინ აქ ჩამოვждეთ და დაველოთ ხო მოდი ეს ერთ-ერთი მათგანია. ეხა დაენზრა მახვარს. აუ ვინიშვი ბიჭო? აუ ბიჭო ვინიშვი? ნახე რა გავარტყი ამ მახვარს. ეს პროჭები მტეიდნენ ბაგაჟნიკში. აჰა. რა ხმოკ? აჰა. აუ ლუკა ეგერა. გონი ესური. როგორ ხარ? ძმებო. ვანზრევ. გადაიწიე. ბიჭო ლადო, გადავიყვანოთ მალე ეს აქედან. არ ნერვიულობ ძმა, ყველაფერი კარგად იქნება. ვოუ, მოიცა, რა საკეთებ? ეს ვიდეო არაა 18+. თუმცა ზოგიერთ საუთ შემიძლია 18+ დავაწერო ვიდეოს და სინამდვილეში ვიდეოში ისეთი არაფერი არ იყოს. ეი, ჰუდინი, რა სიტყვით? ვიდეოს აღარ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ფილმში ბევრი 18+ სცენა იყო, ხოლო სპოილერი, ბოლოში ბოროტელეს ფლეშიქს კლავენ. ახლა ცოტა ხანი მინდა ვისაუბრო. პირველ რიგში დიდ მადლობას მოვხდი Microbox ლოგოსთვის და ასევე ინტროც მისი ნახელავია. თუ ვინმე თვალსადევნებდით Vines, როგორც ვთქვი, იხურებიან, შემიძლია შემოგთავაზოთ ალტერნატივა. არის საიტი სახელად Kobe, არ ვიცი როგორ იკითხება, მაგრამ Kobe იწერება ასე რომ Kobe-ს ვიტყვი. გადადით, ნახეთ, ბევრი ქართველები ვართ სხვათა შორის, და თან არა აუცილებელი Vines მოყვარულები იყოთ. უბრალოდ დროის გასაყვანად და გასართობად ძალიან მაგარი ადგილია, ასე რომ Kobe-სკენ ჰერი. Cringe. მალე ვალთ 2000 subscriber-ზე, რაც ძალიან მიხარია. მალე ავსულიყავით 3000-ზე, 4000-ზე, 5000-ზე. მილიონზე ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. დატოვოთ თქვენი აზრი კომენტარის სახით. გამოიწერეთ მაიკის არხი, გამოიწერეთ ჩემი არხი და თუ თქვენ დღეს გაიღვიძეთ, დაალაიქეთ ვიდეო. თუ შევაგროვებთ 150 გაღვიძებას, იქნება სასწაული.